გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. კონსპენდ გადაცემას ვუსმენთ ერთმანეთს, ეს არის რადიო იმედის სლოგანი, კონცეფცია და სურვილი. ზაზა ჭიტანავა გახლავართ და დღეს ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. დღეს სოფლად ცხოვრები ქალების დღეს აღნიშნავს, ამიტომაც დღის თემად გვაქვს სოფლად ცხოვრები ქალები, ესაა გადაცემის პირველი ნაწილის სასაუბრო თემა, ხოლო მეორე ნაწილში ტრადიციულად დაგვიკავშირდით კონკრეტული პრობლემები და ვეცდებით მათ მოგვარებაში დაგეხმაროთ. გადაცემის ორივე ნაწილში დაველოდებით თქვენ ზარს, პირდაპირ ეთერის ტელეფონები ჩართული აქვს, თხოვთ დაგვირეკოთ 292 1188 292 1199 აი ამ ნომრებზე ველოდებით თქვენ ზარებს. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. 292 1188 292 1199. ვუსმენთ ერთმანეთს. დღეს სოფლად ცხოვრები ქალების დღეს აღნიშნავს, ამ თარიღს სოფელ კაჭრეთში საზეიმო ღონისძიებით ეხმაურებიან. ამ ღონისძიების ორგანიზატორები კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაცია და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები არიან. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა, გაყიდვა და ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი. როგორ ფიქრობთ, რამდენად დაფასებული არიან ქალები სოფლად, რამდენად რეალიზებულნი არიან მდედრობითი სქესის წარმომადგენლები სოფლად და როგორ შეიძლება მათი პოტენციალის მეტად გამოყენება? დაგვირეკეთ ხალბატონებო, რეგიონებიდან და სოფლებიდან დღევანდელი გადაცემა თქვენ გეძღვნებათ და გვინდა თქვენი მოსაზრებები პირადად მოვისმინოთ, რა გაწუხებთ, როგორ ცხოვრობთ, რა საკითხების გადაჭრა გჭირდებათ. რადიო იმედი მთელ საქართველოში მაუწყებლობს და ჩვენი მოსმენა შეგიძლიათ ყველგან. პირდაპირ ეთერის ტელეფონები ჩართულია და უკვე შეგიძლიათ დაგვირეკოთ. ქალაქის ნომერზე დასაკავშირებლად გამოიყენეთ პრეფიქსი 032 და დაგვირეკეთ ნომრებზე 292 1188 292 1199 ან გამოაგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 9178 გზავნის ღირებულება თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასში ესაბამება. დღის თემაზე ჩვენ შეგვიძლია ახლა პირდაპირ ეთერში გავესაუბროთ გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერს ქალბატონ ქეთი მახარაშვილს. ქალბატონ ქეთი, პირდაპირ ხაზზე ხართ, მოგესალმებით. გამარჯობათ. დღეს თქვენი დიდი ორგანიზაცია არის ერთ-ერთი თანაავტორი იმ ღონისძიებისა, რომელიც სოფელ კაჭრეთში იმართება და აი ამ ღონისძიებით ვეხმაურებით აი ამ საერთაშორისო დღეს. სოფლად ცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა და თქვენი შეფასებით რამდენად სათანადო და შესაბამისად აღნიშნავს საქართველოს ამ დღეს მსოფლიო თანამეგობრობის ფონზე? პირველ რიგში მინდა მივულოცა ყველა თქვენ მსმენელ ქალბატონს, რომელიც ცხოვრობს სოფლად განსაკუთრებით დღევანდელი დღე. მათი შრომა ძალიან დასაფასებელია, მათ შრომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებისთვის, სოფლის განვითარებისთვის, ოჯახის წარმატებისთვის და ამიტომაც გაერომ 2007 წელს აღიარა სოფლად ცხოვრები ქალები როგორც მნიშვნელოვანი ჯგუფი და სპეციალური დღე დააწესა. გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში უკვე მესამე წელია ამ დღეს აღნიშნავს. და ჩვენ ვცდილობთ, რომ სადღესასწაულო განწყობა შევქმნათ ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებს, ჩვენ პარტნიორ ქალებს, რომლებთან ერთადაც ხშირად ვმუშაობთ განსაკუთრებით კახეთსა და სამეგრელოში, ჩვენი პროგრამის ფარგლებში. სოფლად ცხოვრებ ქალებს მართლაც ძალიან რთული, შრომატევადი ცხოვრება აქვთ და ამას შედარებით მაინც ამძიმს სწორედ ის გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც ჯერჯერობით მაინც ძლიერად არის საქართველოში. და სწორედ გაეროს განვითარების პროგრამა ამ მიმართულებით ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს მათ, რომ პირველ რიგში აი ეს შესაძლებლობები ქალებისთვის იყოს იგივე, რაც კაცებისთვის, იგივე თქვა მათი სურვილები და მათი ნიჭი, მათი შესაძლებლობა ბოლომდე იყოს გამოყენებული. და ამისთვის ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ სხვადასხვა მექანიზმებით მხარდაჭერას. ხან საგანმანათლებლო პროგრამით, ხან იგივე PR კამპანიებით და ჩვენი ერთ-ერთი საამაყო შედეგი არის კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაცია, რომელიც ჩვენი მხარდაჭერით შეიქმნა 2013 წელს და დღეს მათ ჩაატარეს თავიანთი პირველი ყრილობა, ანუ 17 ქალბატონი, რომელმაც დაამთავრა კაჭრეთის საგანმანათლებლო პროფესიული ცენტრი შეიკრიბა და შექმნეს ასოციაცია და დღეს მათ უკვე 170-ზე მეტი წევრი ყავთ. და ეს ქალბატონები
თავიანთ წარმატებას ერთმანეთს უზიარებენ, ერთმანეთს ეხმარებიან და სწორედ ეს ასოციაცია აძლევს საშუალებას მათ, რომ ის პრობლემები, რომლებიც ინდივიდუალურად ყველას აწუხებს, გაერთიანონ და ერთიანი ხმით მიმართონ როგორც ხელისუფლებას, როგორც ადგილობრივ ცენტრალურ დონეზე, ასევე ერთმანეთსაც მხარი დაუჭირონ და ერთმანეთის უფლებებისთვის ერთდროულად და ერთად იბრძოლა. და როგორც ვიცი, ისინი ფრთების გაშლასაც აპირებენ, ასე ვთქვათ, მასშტაბების სამუშაო არეალის გაზრდას, ამ თემაზე უკვე მათ უკვე უშუალოდ გავესაუბრებ პირდაპირ ეთერში. დიდ მადლობას მოგახსენებთ, ქალბატონო ქეთი მახარაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერი, გვესაუბრებდა პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, დღეს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება. როგორ ფიქრობთ, რამდენად დაფასებულები თუ რეალიზებულნი არიან ქალების სოფლად? საინტერესოა თქვენი აზრი, თქვენი პოზიცია, ველოდებით თქვენ ზარებს ნომრებზე 292 1188 292 1199 დაგვირეკეთ ან გამოაგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 917778. სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღეს საქართველოს სოფელ კაჭრეთში მიმდინარე საზეიმო ღონისძიებით ეხმაურება ორგანიზატორები კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები არიან. ასოციაცია, რომლის შემადგენლობაც თავდაპირველად 17 ქალბატონისგან შედგებოდა, დღეს უკვე მის წევრთა რაოდენობა აღწევს 173-ს. კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაცია დღეს კონკრეტული რეგიონის მასშტაბსაც გააცდება და გეგმაში აქვს, რომ მთელი ქვეყნის სოფლად მცხოვრები ფერმერი ქალების სახელით გააგრძელონ საქმიანობა, როგორც ჩვენ გაეროს პროგრამის წარმომადგენელმა გითხრა, ეს მათი წამოწყება აუცილებლად გაცდება რეგიონის, ანუ კახეთის მასშტაბს და მთელ საქართველოს მოიცავს დროთა განმავლობაში. ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში მივესალმოთ კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ირინა ხოველიშვილს და მისგან უშუალოდ მოვისმინოთ მათი გეგმები. ქალბატონო ირინა, მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელს. პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს და საინტერესოა ამ წუთას როგორ მიმდინარეობს ღონისძიება და როგორი გაქვთ უახლოესი გეგმები ასოციაციას. დიდი მადლობა მოლოცვისთვის, მეც მივულოცავ სრულიად საქართველოს და არა მარტო საქართველოს ყველა იმ სოფლად მცხოვრებ ქალს, ვისი დღეს ვიზეიმეთ კაჭრეთის ულამაზეს ადგილას. სიმართლე რომ გითხრათ, ღონისძიება იყო არაჩვეულებრივად ბრწყინვალე ჩატარებული და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის რაც იყო, ეს იყო ასოციაციის, ასე ვთქვათ, შემდგარი კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაცია, რომელმაც დაამტკიცა, რომ მისთვის კახეთი რეგიონი აღარ არის საკმარისი და გაშალა ფრთები საქართველოს მასშტაბით და საქართველოს ფერმერ ქალთა ასოციაციაზე განაცხადა დღეს პრეტენზია. ჩვენ ქალებმა, ფერმერმა ქალებმა ავიღეთ პასუხისმგებლობა ჩვენს თავზე, თუ ჩვენ შეგვიძლია ოჯახის გამოყვება, ოჯახის რჩენა რაფრისგან, რატომ ამას შეგვეძლოს ქვეყნის გამოყვებაზე, რჩენაზეც ვიზრუნოთ. ეს არის ჩვენი ლაიტმოტივი და ამისთვის ვიბრძვით, რომ ჩვენს ქვეყანაში მშიერი ბავშვი არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს ასე უნდა იყოს და საინტერესოა თქვენი ასოციაციის გეგმა, თქვენ საუბრობდით, რომ უნდა გაცდეთ რეგიონის ფარგლებს, ანუ მასშტაბის გაზრდას აპირებთ, ასოციაციაში უნდა გააწევრიანოთ საქართველოს სხვა რეგიონის ქალბატონები. არა მარტო გავაწევრიანოთ, ჩვენ უკვე ჩვენი წარმომადგენლები ყავს აჭარაში, რაჭარზე, ჩხუმი, ქვემო სვანეთში, შიდა ქართლში, თვითონ თბილისში. ესენი არიან ძალიან საინტერესო აქტიური ქალბატონები, რომლებაც იციან მიწის მადლი, სოფლის ძალა და თავიანთი ძალაც ამ საქმეში. გასაგებია. ძალიან საინტერესოა და წარმატებებს გისურვებთ ამ წამოწყებაში და ინიციატივების წარმატებებით განხორციელებას. დიდი მადლობა. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვესაუბრებოდით ირინე ხოველიშვილს, რომელიც კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარეა. სწორედ ეს ორგანიზაცია დღეს გაეროსთან ერთად ეხმაურება მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნათ იმ დღეს, რომელსაც ეწოდება სოფლად მცხოვრები ქალბატონების დღე. ძალიან საინტერესოა თქვენი
თქვენი მოსაზრება რიგით მოქალაქეების და უშუალოდ რეგიონებსა და სოფლებში მცხოვრები ქალბატონების მოსაზრება თქვენ როგორ ფიქრობთ რამდენად დაფასებული თუ რეალიზებულნი არიან ქალების სოფლად ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია თქვენი პოზიცია დაგვირეკეთ ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99 დაგვირეკეთ ან გამოაგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 917778 გადაცემის მომზადების დროს ჩვენ უკავშირდებოდით აფხაზიდან დევნილ ქალბატონებსაც გვაინტერესებდა მათი პირობები საზღვრისპირა სოფელ კოქში უშუალოდ ერთ-ერთ ქალბატონთან გვინდოდა დაკავშირება რომელთა აქტიურად მაცხოვრებამ ბევრ ადგილობრივს მაგალითი მისცა თუმცა გაირკვა რომ სოფელს დენი არ მიეწოდება და მათ მობილური ტელეფონი გამორთული აქვთ მაგრამ და ასეთი სენსიტიურობით დატვირთული ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფლებში მსგავსი ელემენტარული პირობების არ ქონა ნეგატიური ფაქტია მით უმეტეს რომ მცხოვრები ადამიანები და განსაკუთრებით ქალბატონები ასე ვთქვათ არაფორმალური სამოქალაქო მესაზღვრეებიც კი არიან და ეს პრობლემები ძალიან ნეგატიურად მოქმედებს ალბათ გადაცემის პირველი ნაწილი დასრულებულია მცირეოდენი სარეკლამო ჭრის შემდეგ ჩვენ ისევ ხვდებით ერთმანეთს და საუბარს გავაგრძელებთ იმ სოციალურ პრობლემებზე რომლებიც თითოეულ თქვენგან საწუხებს ჩვენ ვართ მედიატორები და ვეცდებით დაგეხმაროთ პრობლემის გადაჭრაში არ გადაართოთ დაგვალოდეთ ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით 292 11 88 292 11 99 უსმენთ ერთმანეთს გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს ზაზა ჭიტანავასთან ერთად უსმენთ ერთმანეთს ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკი მოგეხსენებათ კონკრეტული ადამიანების კონკრეტული პრობლემების ეთერში გახმოვანებასა და მათ მოგვარებას ეძღვნება, ასე რომ თუ გაქვთ შეკითხვა, გსურთ გაგვიზიაროთ თქვენი პრობლემა, დაგვირეკეთ, მოგვიყევით, არც ერთი თქვენი შეკითხვა პასუხისმგებელი არ დარჩება. ეს არის გადაცემა ვუსმენთ ერთმანეთს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და გავიმეორებ ტელეფონის ნომრებს 292 11 88 292 11 99 ვეცდებით დაგეხმაროთ იმ სოციალური პრობლემების გადაჭრაში, რომელიც გაწუხებთ, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მოკლე ტექსტური შეტყობინებაც ნომერზე 917778 გზავნის ღირებულება თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასში ესაბამება. გადაცემის პირველი ნაწილი კი დღის თემაზე საუბარს დაუთმეთ, რომელიც სოფლად ცხოვრებ ქალებს უკავშირდება. დღეს სოფლიო სოფლად ცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და საქართველოს ამ თარიღს სოფელ კაჭრეთში საზეიმო ღონისძიებით ეხმაურება, ასე ვთქვათ, სანამ თქვენ დაგვირეკავთ პირდაპირ ეთერში ნომრებზე 292 11 88 ან 292 11 99 და მოგვიყევით იმ საკითხებზე თუ პრობლემებზე რაც გაწუხებთ, დაუბრუნდებით გადაცემის პირველი ნაწილის ამ თემას და ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფლის მკვიდრ ქალბატონს დაუკავშირდებით. გავიგებთ როგორია ინგურისპირა სოფელში მცხოვრებ ქალბატონთა ყოფა. ხაზია სალომე ჯალაღონია, რომელიც სოფელ განმუხურიდან გვიკავშირდება. კავშირი გაწყდა, მაგრამ ალბათ პროდიუსერის დახმარებით ვეცდებით მას ხელახლა დაუკავშირდეთ. ქალბატონი როგორც ირკვევა, ამ სოფელში საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებისთვის ახალგაზრდებთან აქტიურად მუშაობს, ეხმარება მათ თვით რეალიზაციაში, იქ მცხოვრებ ქალბატონებს და საინტერესოა მისი პოზიცია, მისი მოსაზრება თუ როგორია ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფელში მათი ყოფა ცხოვრება და ქალბატონების ყოფიერება. ქალბატონო სალომე, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ? ალო, გამარჯობა. სალომე ჯალაღონიას ვესაუბრებით, თქვენ განმუხურში იმყოფებით, ახლა თბილისიდან გიკავშირდებით და ძალიან საინტერესოა როგორია მდგომარეობა იქ, საინტერესოა როგორი პირობები აქვს ქალბატონებს, ასე ვთქვათ, თულ რეგიონში ცხოვრობთ და როგორია იქ თქვენი ყოფა? პირველში ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ მომეცით შესაძლებლობა დღევანდელი დღე, ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცო სოფლად მცხოვრებ თითოეულ ქალბატონს ქალს გოგოს. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი იმისა, რომ ისინი ახლა ჩვენს დიალოგს ისმენენ. იმედი იმიტომ, რომ მათ ნაკლები დრო რჩებათ ხოლმე საკუთარი თავისთვის და საოჯახო ცხოვრებიდან სალომე, გაწყდა თქვენთან კავშირი? დიახ, ჩვენ მოგეხსენებათ რეგიონში ვrekaut და როგორც ჩანს სწორედ ამის გამო არის რთული კავშირი. ძალიან საინტერესოა ეს მდგომარეობა, რომელზეც გვიყვება ახლა ჩვენ სალომე ჯალაღონია, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ. ჩვენ საუბრობთ იმ თარიღზე, რომელსაც სოფლიო აღნიშნავს დღეს და მას ეწოდება სოფლად ცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე. ეს არის ჩვენი გადაცემის დღევანდელი გადაცემის ასე ვთქვათ დღის თემა. ამ თარიღს საქართველოს ეხმაურება სოფელ კაჭრეთში
ჩატარებული სპეციალური ღონისძიებით, რომელსაც უკვე გესაუბრეთ და ახლა კვლავ ვეცდებით პირდაპირ ეთერში გავესაუბროთ სალომე ჯალაღონიას, რომელიც გვერდება განმუხურიდან. სალომე, გააწყდა თქვენთან კონტაქტი, თუ შეგიძლიათ გააგრძელეთ საუბარი. დიახ, პირველში ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ მაძლევთ შესაძლებლობას დღევანდელი დღე მიულოცო ცხოვრების თითოეულ ხალხს. დიახ. ალეო, გესმით ჩემი ხმა? დიახ, გვესმის და გისმენთ. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, თუ რა პრობლემები არის, მაგალითად სოფელში და განსაკუთრებით საზღვრისპირა დასახლებებში, მაგხსენებად განმუხურის საზღვრისპირა სოფელია და ძალიან ბევრი პრობლემა და გამოწვევა დგას, რას ნიშნავს, რას გულისხმობს. ბუნებრივია, პირველში ქალებს აქვთ სოციალური პრობლემა და აქვთ აგრეთვე ეკონომიურად თავისთავად იწვევს ეკონომიურ, ასე ვთქვათ, სიძულხჭირას. მოიხსენებათ, სოფლიოში საკვებ პროდუქტების ნახევარზე მეტი სოფელ მცხოვრები ქალების მიერ იქნება და მათი უდიდესი ნაწილი დღესდღეობით სიღარიბის ზღვარქვემოთაა. გოგონებს, მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეს ქალს საკუთარი ძალების რესოციალიზაციის, უნარების განვითარების და კონკრეტული ორგანიზაციები არ უნდა ფიქრობდნენ მხოლოდ სოფელ მცხოვრები ქალის გაძლიერებაზე. ეს სახელმწიფოს ინტერესებშიც უნდა შედიოდეს და მათ კონკრეტული მექანიზმები უნდა მუშაობდეს ამისთვის. სალომე, გარკვეული პერიოდის წინ რთული სოციალური პირობების გამო ქალბატონებმა სოფლიდან ქალაქისკენ იწყეს გადმოსვლა, ბევრმა შვილების დატოვა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად და დედაქალაქში მუშაობით, ასე ვთქვათ, დისტანციურად არჩენდა ოჯახებს. გამონაკლისი ამ მხრივ არც სამეგრელოა. ალბათ თქვენი მეზობელი ქალბატონებიც იქნებიან გაჭირვების გამო სოფლიდან გასულნი. გეცოდინებათ მათი მოსაზრება, პოზიცია, რას აპირებენ, რამდენად ხედავენ თავის თავს იგივე სოფელში, საიდანაც სოციალურმა მდგომარეობამ აიძულა ქალაქში გადაბარგება. დიახ, გასაგებია. დიახ, რა თქმა უნდა, ყველა სოფელში თითქმის იდენტური პრობლემა არის, ხა ბუნებრივი არის ინდივიდუალური შემთხვევებიც, მაგრამ ძალიან ბევრი ქალბატონი არის ქალი საზღვარგარეთ მუშაობს რაღაც კონკრეტული დროით, მე უკან ბრუნდება მათი შვილებთან ჩვენ, მე პირადად შეხება მაქვს და მესვით. გოგოებიც არც იწევს თავისთავად იმას, რომ ეს ახალგაზრდა გოგოები მე ასრულებენ დედის მძიმე შრომას. ისინი თავისთავად ხდებოდა საოჯახო მათზე დიახ, ისინი იღებენ, დიახ, იძულებულნი ხდებიან, რომ საკუთარ თავზე აიღონ ეს პასუხისმგებლობა. თავისთავად დედა, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი ოჯახი არჩინოს, მამას არ აქვს. ბუნებრივია მიდის საზღვარგარეთ, მე ამას თავენ საქმიანობა შვილებს უბარებენ და გადაბარება ხდება და მე გოგოები თავისთავად ინტენსიურად ხდებიან იდენტურად იმავე საქმიანობის შემსრულებლები, რასაც მშობლები განსაკუთრებით ქალები ახორციელებდნენ. და აქედან გამომდინარე ვერ იღებენ ბუნებრივია შესაბამის განათლებასაც ვერ იღებენ. დასაქმებაზე ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტ ისედაც რთული პრობლემა არის, დასაქმების პრობლემა იქ საერთოდ სალაპარაკოა. აქედან გამომდინარე ძალიან რთულია. სიტყვა რო არ გაგვიგრძელდეს, თქვენ საუბრობდით, რომ კონკრეტული ორგანიზაციები არ უნდა მუშაობდნენ ამ მიმართულებით, ზოგადად სახელმწიფო სტრატეგია უნდა იყოს ის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს და თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული ხედვა, იგივე თქვენ სოფელში რა შეიძლება თქვა კონკრეტულად გააკეთდეს ეს ამ რეგიონში? დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი ერთნაირად მუშაობს რაღაცა კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად. მე კონკრეტულად ეხლა მინდა ყურადღება გავამახვილო იმ პროგრამაზე, რომლის მონაწილეც ვიყავი მე და ამ პროგრამაში ჩაერთო 5 და უკვე დაახლოებით 40 ვართ. მე ვფიქრობ, რომ რაღაც საგამანათლებლო აქტივობებში ჩართვა უნდა მოხდეს, ქალების იდეების ასე ვთქვათ, ხელშეწყობა უნდა მოხდეს, ბიზნესშიც ხელშეწყობა უნდა მოხდეს. მათი სოციალურად სოციალურად პასიური ქალი უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს. მე მგონია, რომ თვითმმართველობებმაც რაღაცა პროგრამებზე უნდა იმუშაონ, რომ თემის პრობლემები ბუნებრივია ქალსაც ეხება და ქალის თემის ნაწილია და საზოგადოების ნაწილია და თუ აშენებთ ბუნებრივია დაუპატეზია გვაქვს დემოკრატიული სახელმწიფო მშენებლობაზე ქალის როლი უნდა იყოს წინა პლანზე წამოწეული, რომ მათ თავიანთი ასე ვთქვათ მოვალეობა არა მარტო ოჯახი იყოს, არამედ აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ნაწილიც გახდეს. უფრო მეტი განვითარება, განათლების ხელშეწყობა, სამედიცინო ასე ვთქვათ საზღვარები პაკეტი, დიახ, და რა თქმა უნდა რაღაც თუ შესაძლებელი იქნება ეს კრედიტები და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ქალის როლის წინა პლანზე წამოწევაზე სახელმწიფომ ასე ვთქვათ უფრო ღრმად უნდა იფიქროს. და დიდი მადლობა, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენეთ.
პირდაპირ ეთერში ჩართვისთვის სოფელ განმუხურის ბინადარი ქალბატონი სალომე ჯალაღონია იმყოფებოდა ხაზზე და გვესაუბრებოდა მის რეგიონში მცხოვრებ ქალბატონთა ყოფიერებაზე. შეგახსენებთ, დღეს სოფლიო სოფლად ცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და საქართველოს ამ თარიღს სოფელ კაჭრეთში საზეიმო ღონისძიებით ეხმაურება. კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაცია და გაეროს განვითარების პროგრამა არიან ამ ღონისძიების ორგანიზატორები და როგორც გადაცემის პირველ ნაწილში გავარკვიეთ, კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაცია დღეს კონკრეტული რეგიონის მასშტაბს გაცდება. იგი მთელი ქვეყნის სოფლად მაცხოვრებელი ფერმერი ქალების სახელით გააგრძელებს უკვე საქმიანობას. სანამ ქართველი ფერმერი ქალები ქვეყნის მასშტაბით დაიწყებენ აქტიურად მუშაობას, გავესაუბროთ ქალბატონს, რომელიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელია. ამ ასოციაციის წევრები არიან როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცები. პირდაპირ ეთერში რომიდან გვერდება ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე. ნინო, პირდაპირ ხაზზე ხართ, გამარჯობა. ნინო, პირდაპირ მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენს წვენელს. გილოცავთ დღევანდელ დღეს და ალბათ მოგვისმინეთ, რომ ქალფერმერთა ასოციაცია იწყებს აქტიურად მუშაობას და აქვთ თავიანთი გეგმები. თქვენ კი ისეთი ასოციაციის ხელმძღვანელი ბრძანდებით, სადაც ქალბატონებიც არიან, მამაკაცებიც. ძალიან საინტერესოა თქვენ როგორ ახერხებთ, როგორ მოახერხეთ. ყველა პირველი შეკითხვა თქვენ შემთხვევაში ქონდა ასეთი, როგორ ახერხებს მამაკაცებთან კონკურენციას, თუ აქვს კონკურენცია და რატომ წავიდა დასავლური განათლების მქონე ქალბატონი დედაქალაქიდან სოფელში? პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ კონკურენცია ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში ნაკლებად არის და შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მოტივატორი იმისი, რომ მე წავედი ქალაქიდან რეგიონში იყო სწორედ ეს, იმიტომ რომ სოფლის მეურნეობა ჩემთვის სამწუხაროდ დღემდე აღქმული არ იყო როგორც ბიზნესი და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ სოფლის მეურნეობაში მომუშავე ადამიანი თავის საქმიანობას არ გაითავისებს, რომ ეს არის ბიზნესი, მაშინ წარმოუდგენელი იქნება ამ დარგის განვითარება. და აქედან გამომდინარე, ეს იყო ერთ-ერთი მოტივატორი იმისი, რომ მე წავედი რეგიონში და ერთის მხრივ მინდოდა, რომ რაღაცა კედელი, რომელიც არსებობდა, დამენგრია და ასე ვთქვათ, სტერეოტიპი რომ არსებობდა, რომ ფერმერი უნდა ყოფილიყო მხოლოდ მამაკაცი, აი ესე დამენგრია. შეიძლება ამ კუთხით იყოს კონკურენცია, თორემ მისე მერწმუნეთ სოფლის მეურნეობაში მომუშავე ადამიანებისთვის კონკურენცია არ არსებობს. გასაგებია და თქვენ მას შემდეგ რაც ქალაქიდან სოფელში ასე ვთქვათ გადაბარგდით და აქტიურ საქმიანობას მოყიდეთ ხელი, როგორც ქალისთვის რაღაცა სხვა რეალობა, სხვა პრობლემები დაგვხვდათ თუ არსებითი სხვაობა ქალისთვის პრობლემებისა ქართული რეალობიდან და სოციალური პირობებიდან გამომდინარე არ არის ქალაქსა თუ სოფელში? პირველ რიგში უნდა აღნიშნო, რომ რა თქმა უნდა იყო ზუსტად ისეთივე კულტურული შოკი მქონდა, როგორიც ვთქვათ უცხოეთში წასვლის დროს ადამიანს აქვს ხოლმე. ეს იქიდან გამომდინარე, რომ პირველ რიგში, როდესაც მე ჩავედი სამცხე-ჯავახეთში, შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ისეთი მისაღები არ ვიყავი, როგორცაც მე ველოდი. ანუ ზედაც მე როდესაც წავედი და ბიზნესის კეთება დავიწყე, ბევრი შეკითხვა გაჩნდა, რომ რატო ჩავედი და რა პრობლემას გავეკეთე. ეს ერთი მხრივ რა პრობლემაც იყო. მეორე რაც იყო, უნდა აღნიშნო, რომ პირადი ცხოვრება ფაქტობრივად გავივით და იქიდან გამომდინარე, როდესაც ჩავედი რეგიონში და ნახე იქ როგორი პირობებით უწევთ ადამიანებს ცხოვრება, ფაქტობრივად იმათი ცხოვრებით დავიწყე ცხოვრება. და პრობლემა ქალების უფრო ვფიქრობ, რომ რეგიონში შეინიშნება. შეინიშნება, იმიტომ რომ უფრო მეტ აკეთებს ქალი, მაგრამ პირველ წინაპირობაზე და პირველ ესე ვთქვათ, პლანზე ჩანს მამაკაცი. გასაგებია. და მათ აქვს რაღაცა მიდგომა, რომ ქალები უფრო რაღაცა სახლში უნდა იყვნენ და თუ ვთქვათ რაღაცა შეიძლება საქმეში იყვნენ ჩართული, ისეთი წარმოჩინებული არ უნდა იყვნენ. ანუ გადაწყვეტილების მიღების დროს, კრებების, შეხვედრების დროს ყოველთვის მამაკაცი ჩანს. მაშინ, როდესაც ბევრ საქმეს ქალი აკეთებს. გასაგებია. და ბოლო შეკითხვა, თუ ჩვენი დიალოგი ახლა არის სატელეფონო რომსა და თბილისის შორის. საინტერესოა თქვენ იქ საქმიანი ვიზიტით იმყოფებით, როგორც ასოციაციის თავმჯდომარე? დიახ, ჩვენ ვართ ჩამოსული FAO-ში, სადაც განხილული არის სხვადასხვა საკითხები, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორის როლი, შემდეგ უკვე სამთავრობო გადაწყვეტილებებში, იმიტომ რომ აღინიშნოს, რომ FAO თავის მხრივ ყველა ქვეყანაში ფუნქციონირებს და მათ შორის საქართველოშიც და არის პლატფორმა და მექანიზმი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციას, კერძო სექტორს, სოციალურ, ესე ვთქვათ, სტატუსის მქონე ადამიანებს შეუძლიათ, რომ თავისი ხედვა გაუზიარონ, რომელიც შემდეგ უკვე ასახავს ყოველს სოფლის მეურნეობის სტრატეგიის განვითარებაში სხვადასხვა ქვეყნების და განსაკუთრებით ეს ეხება ნუტრიციას, ანუ კვებას
და სურსათის უსაფრთხოებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის რეალობისთვის ჯერჯერობით უცნობია და რომელზეც ვფიქრობ, რომ ჩვენ ქვეყანას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ხელი ნინო თქვენთან კონტაქტი გაწდა სამწუხაროდ მე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ პირდაპირ ეთერში ჩვენ რომიდან გვერდებოდა ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე რომელმაც მოგვითხრა იმ რეალობის შესახებ თუ რა დახვდა მას შემდეგ რაც ქალაქიდან სოფლად წავიდა დასავლური განათლების მქონე ქალბატონი და იქ ბიზნეს მოკიდა ხელი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ეს არის გადაცემა უსმენთ ერთმანეთს ჩვენი გადაცემის დღის თემა არის სოფლად ცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე ამ დღეს აღნიშნავს სოფლიო და მათ შორის საქართველოში იმართება ამასთან დაკავშირებით სოფელ კაჭრეთში კონკრეტული ღონისძიება როგორ ფიქრობთ, რამდენად დაფასებულნი არიან და რეალიზებულნი ქალები სოფლად? საინტერესოა თქვენი მოსაზრება, თქვენი პოზიცია, დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99. დაგვირეკეთ ან გამოაგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერი 917778. ახლა კი კიდევ ერთ ქალბატონს გავესაუბრებით პირდაპირ ეთერში, რომლის მიზანიც ქართული ყველის პოპულარიზაცია და ამ მიზნით იგი ყოველწლიურად აწყობს ყველის ფესტივალს ანა მიქაძე ჩიკვაიძე ხაზზე ქალბატონო ანა მოგესალმებით მოგესალმებით სოფლიდან სოფლელი ანა დიდი მადლობა დილოცავ დღევანდელ დღეს და ქალბატონო ანა დღეს დილოს Facebook-ზე დავწერო დღეს ჩემი დღეა მე ვარ სოფლელი ქალი და ვთქვათ მომილოცო და ბევრმა მომილოცა როგორია სოფლელი ქალის ქართველი სოფლელი ქალის პოზიცია მსოფლმხედველობა და განწყობა დღევანდელ რეალობაში მე ძალიან ახალგაზრდა სოფლელი ქალი ვარ, ანუ 3 წელია მხოლოდ სოფელში გადავსახლდი და ასე ვთქვათ ახალბედა სოფლელი ვარ. მინდა გითხრათ, რომ ხარაც ყველაზე მთავარია, ყველა სოფელში მაცხოვრებელი ქალბატონი არის ტანწერწე და ჯანმრთელი და ძალიან გამრჩე. ხალისიანი და საოცრად ბედნიერი. მე სოფელში ცხოვრობ ბოლო 3 წლის მანძილზე უბრალოდ უღიმილო ადამიანი არ მინახავს. ყველა არის თავისებურად ბედნიერი, დაკავებული, დილის 7 საათიდან 11 საათამდე მუშაობენ, აკეთებენ საქმეს, ყვებავენ შვილს, ქმარს, მეგობრებს, მეზობლებს, ერთმანეთს უმატკივრდებენ. ძალიან ბედნიერი ხალხი ცხოვრობს სოფელში. აი შემიძლია გითხრათ, ჩემი 3 წლიანი გამოცდილებიდან. გასაგებია ურმესი მადლობა ძალიან საინტერესო იყო თქვენი პოზიცია თქვენი მოსაზრება ქალბატონი ანა მიქაძე ჩიკაიძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში რომელიც ცნობილი არის იმით რომ საქართველოში ყველის პოპულარიზაციას ეწევა და ამ მიზნით არაერთი ფესტივალი ჩაუტარებია და ძალიან საინტერესო იყო მისი პოზიცია და მოსაზრება მე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ თქვენ მოსმენთ გადაცემას ვუსმენთ ერთმანეთს ჩვენი დღის თემა იყო სოფლად ცხოვრები ქალები სწორედ აი ამ დღეს აღნიშნავს მსოფლიო დღეს და აი ამ მსოფლიო საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა სოფელ კაჭრეთში ქართულ ფერმერ ქალთა ასოციაცია და გაეროსთან ერთად მათ კონკრეტული ღონისძიება მოაწყოს რომელიც ალბათ ამ წუთებშიც მიმდინარეობს და ამ ღონისძიებით გამოეხმაურნენ ისინი ამ საერთაშორისო დღეს ჩვენი გადაცემა უახლოვდება დასასრულს და გადაცემის მიწურულს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენ ვებ პლატფორმა We Help G-სთან ერთად ჩვენ ვახორციელებთ ერთობლივ სოციალურ პროექტს, რომელიც გულისხმობს კონკრეტული ადამიანებისთვის დახმარებას და ვცდილობთ დახმარების ხელი გავუწოდოთ. ამ კვირაში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ყურადღებას ვაქცევთ თქვენის მხრიდან გულისხმერებას და მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა. შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე WeHelp.G და სწორედ აი ამ გვერდზე რეგისტრაციის შემდეგ დაეხმაროთ კონკრეტულ ადამიანს. ამ კვირაში ჩვენ ვეხმარებით 9 წლის მარადი შავიძეს, რომელსაც ქალატვინის მძიმე ტრამვა გააჩნია, გადაუდებელი სარეაბილიტაციო კურსის ჩასატარებლად კი მხოლოდ 4800 ლარი სჭირდებათ. შედით WeHelp.G ამ ვებ პლატფორმაზე დარეგისტრირდით და თქვენ საშუალება გექნებათ გადაურიცხოთ საჭირო თანხა იმდენი, რამდენსაც მოახერხებთ. იმედი გვაქვს თქვენი თანადგომისა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანი და მზად ვართ ერთად დაგეხმაროთ სურს სოციალური ქალმოქმედების კულტურის დანერგვა და გვჯერა ერთად მეც შევძლებთ. ეს იყო გადაცემა უსმენთ ერთმანეთს. ხვალ 17 საათიანი საინფორმაციო გადაცემის დასრულების შემდეგ გადაცემა უსმენთ ერთმანეთს კვლავ გავა პირდაპირ ეთერში. მადლობა რომ ვუსმენთ ერთმანეთს დროებით. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს.